როგორც იქნა გავარკვიეთ ჩვენი გაკეთებული საჭმელი მამის ონლაინ როგორ გავასინჯო. ხო და ის ფაქტი, რომ ქართული საჭმელი მოგენატრა მოვაგვარეთ იმით, რომ მარიამს შემდეგი იდეა მოუვიდა. მოდი ყველა თვითო ქართული კერძი გავაკეთოთ და მე მამიმ შეგვიყვარს. ლიკამ მამის ხაჭაპური უყვარსო და მაგით მოვთაფლავო. მარიამმა ხინკლის გაკეთებას რაღაცა უნდაო. ნიკამ მარტივად ჭადს და ყველს მოეჭიდა. მე კი სულ დამოვიწყდა, რომ ტექნიკა დასაინსტალირებელი მაქვს და საბედნიეროდ გამახსენდა, რომ ვოლზე 23-დან 28 თებერვლის ჩათვლით ქართული კვირეულია და 35%-მდე ფასდაკლება მოქმედებს ქართულ ობიექტს. ხო და მწვადები შეუკვეთე იმის იმედით, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდებოდა. დაგემოვნებისას მამის ძალიან ბუნებრივი ეჭვი შეეპარა ჩვენ შესაძლებლობებში და ლოგიკური კითხვაც დაიბადა. გამორიცხული ახლა ეს თქვენ რომ გაგეკეთებინათ. რა სისულელე ხოც ყოველთვის ჩემს ვაკეთებს? ხო, აი მეც აი ამ ხელებით გამოვაცხა ეს ხაჭაპური. ხო, აი მეც აი ამ ხელებით გამოვაცხა ეს ხაჭაპური. ხო, მეც უკვე кайხანია მე თვითონ ვაკეთებ საჭმელს. მაგა აი ხო გამომიჭირეთ პოლიტიკა შეუკვეთე, რადგან ძალიან ეფასდაკლები.